აი ამ ადგილას თქვენ დაინახავდით აზარტული თამაშების რეკლამას, რომ არა ის კამპანია, რომელიც შარშან 18 ოქტომბერს დავიწყე მე თანამოაზრეებთან ერთად აზარტული თამაშების რეგულირებისთვის. საარჩევნო კამპანიის პერიოდში თქვენ მოისმენთ ძალიან ბევრ საუბარს პოლიტიკოსების მხრიდან, ძალიან ბევრ დაპირებას. თუმცა ჩემი თხოვნაა, გადაამოწმოთ მათ მიერ გაკეთებული საქმეები, მანამ სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან. თითქმის 1 წლის წინ დაწყებულმა კამპანიამ, რომელიც მე დავიწყე თანამოაზრეებთან ერთად აზარტული თამაშების რეგულირებისთვის, მიაღწია სერიოზულ შედეგებს 6 მიმართულებით და დაიცვა არაერთი ბავშვისა და მოზარდის სიცოცხლე. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ შევაგროვეთ ელექტრონული პეტიცია 10,000 მოქალაქის ხელმოწერით. პეტიცია იყო ოფიციალური მიმართვა 4 მოთხოვნა საქართველოს მთავრობისადმი. პეტიციისათვის ხელმოწერების შეგროვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა სანდრო ბერაძის ოჯახმა და მეგობრებმა. ამავე დროს, ჩვენი წნეხის მეშვეობით ბიზნესმა გადაწყვიტა თავად, რომ გაეტანა აზარტული თამაშების გარე რეკლამა ჩვენი ქუჩებიდან. დღეს ჩვენ ქუჩებში თქვენ ვერ ხედავთ აზარტული თამაშების რეკლამას გაჩერებებზე, სარეკლამო აბრებზე და ეს სწორედ ამ კამპანიის დამსახურებაა.